არის ალეკო ელისაშვილი, რომელიც ახსენა დღეს კობახიძემ იმავე განცხადების კონტექსტში 26 მაისთან დაკავშირებით ალეკო მოგესალმებით. ხო, არ ვიცი, კი, თქვენ გახსენათ. არ ვიცი, წაიკითხავდით ალბათ. თუმცა თქვენ როგორ აღიქვით ეს განცხადება, რატომ არ შეიძლება თუნდაც ალეკო ელისაშვილი ან ნებისმიერი სხვა იყოს 26 მაისის ნაწილი, რაც არის ყველას დღესასწაული. ხო, თქვენ როგორ აღიქვით მისი ეს განცხადება, რომ თითქოს თქვენგან უნდა ჩაიბაროს მარტო სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისი მეტი შანსი არ არსებობს. წავიდეს ერთი კობახიძე ვისთავი მაიმუნე მაგის ნათქვამზე ბიძინა ივანიშვილის ცუციკებზე ნათქვამს სერიოზული კომენტარი არ ჭირდება. ეხლა მაგას შევეკითხები მე სად ვიქნები და სად არ ვიქნები. კი, ჩემთვის ნაღდად უღირებულესი დღეა 26 მაისი. იმიტომ რომ მაგ მოღალატეებისგან განსხვავებით მე მეძვირფასებ ამ ქვეყნის სუვერენიტეტით სინამდვილეში, ამ ქვეყნის მშვიდობაც, ამ ქვეყნის უსაფრთხოებას და ამ ქვეყნის ღირსებას, რაც თავარია. მათგან განსხვავებით, იმიტომ რომ მე ღმერთთან და სამშობლოსთან ვარ ანგარიშვალდებული და ეგ არის ანგარიშვალდებული იმასთან, რა FSB-სთან. ეგ არის ჩვენ შორის განსხვავება და მე რას გავაკეთებ, რას არ გავიკეთებ, სად ვიქნები 26 მაისს. თუ ვინმე საქმე არ არის აი ამ ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი ცუციკის საქმე და მიხედოს თავის თავს. მე მათგან განსხვავებით დავდივარ ამ კალათში ფეხით. და ამ ქვეყანაში დავდივარ ფეხით. აბა ერთი გაბედონ მაგათმა და იარონ. აბა გინდა 26 მაისი, გინდა 25 მაისი და გინდა 31 მაისი იარონ. აბა ერთ ქუჩაში ფეხით. იარონ, აბა ერთი გაბედონ, აბა მაგარი ბიჭები თუ არიან. ვერ არიან, ლაჩარები არიან, ეგენი და სამშობლოს გამყიდველები. მაგაზე ლაპარაკი არ ღებს. სულ მოსდევს ხოლმე რეაქციები ასეთი, როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები იგეგმება, ხო? ამდენი ოცნების რაღაც რეპრესიის მიუხედავად, არ წყდება აქციები და პერიოდულად საკმაოდ ფართო მასშტაბსაც იძენს. და ეგ არის რომ ეგენი ვერ ხვდებიან მართლა ერთმანეთს ეუბნებიან რომ აქ ჩვენ თითქოს ფულს გვირიგებენ და მე პოლიციაში დაკავებული ვიყავ რამდენიმე საათი მაგას მეუბნებიან რომ რამდენს გაძლევენ. მე უთხარი უზარმაზარ მაყურს გაძლევენ მეთქი. მაგათ მართლა არ იციან, ვერ წარმოუდგენიათ დავალების garaშე ან ფულის აღების garaშე როგორ შეიძლება გიყვარდეს ქვეყანა და რა შეიძლება გაკეთო ქვეყნისთვის და ხალხი რამდენი დღე ქუჩაში დგას მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სიყვარულით. აი ანათებული გულებით დგანან და ვდგავართ ქუჩაში ჩვენი საქართველოსთვის. ეგ მაგათვის გაუგებარია, ეგ მაგათვის წარმოუდგენელია. მათთვის ახსნას ნამდვილად აზრი არ აქვს. საქართველოს გიყვარს, საქართველოსთვის ვდგავართ, ევროპის დღისთვის მივდივარ და ევროპის მოედნისკენ მივდივარ და ევროკავშირში წავალ და ევროპისკენ მივდივარ ზოგადად. აუცილებლად წავალ დღესაც და გული უსკდებათ მაგაზე რომ ვერაფრით ვერ ჩაახშეს ეს პროტესტი. გული უსკდებათ.